მოგესალმებით სპორტის პონტის არხზე მეგობრებო, ამ ვიდეოში ესე იგი ავაწყობთ პრემიერ ლიგის ფენტეზის. პრემიერ ლიგაში ესე იგი double game week-ია. double game week-ი რას ნიშნავს, რატო ჯობია რომ აქედან მოვიყვანოთ ხალხი და ასე შემდეგ ყველაფერს აგიხსნით, ჯერ გავუშვათ ინტრო და მერე შევუდგეთ საქმეს, წავედით. სპორტის პონტი, სპორტის პონტი, სპორტის პონტი. მოგლეთ double game week-ი არის ის რომ ესე იგი ერთ სათამაშო ტურში, მოგლეთ, ანუ ერთ კვირაში თამაშობს ორჯერ გუნდი, მაგრამ ითვლება ფენტეზიში ითვლება როგორც ერთი სათამაშო გუნდი. აი აქ წერია ესე იგი ორჯერ თამაში უწევს ბორმუთს ჯერ ნიუკასლთან გასვლაზე, მაგრამ ლიდსთან სახში, ასევე ბრაიტონს უწევს ტოტენჰემთან გასვლაზე ჩელსისთან სახში, ბარნლისთან ნოტინგემ ფორესტთან უწევს მერე სიტისთან, ჩელსის უწევს იუნაიტედთან მერე ბრაიტონთან, ლიდს ვულფსთან, ბორმუთთან და სიტის არსენალთან და ბარნლისთან. აი ეს გუნდები ბორმუთი, ბრაიტონი, ბარნლი, ჩელსი, ლიდსი და სიტი არიან ყველაზე დასატვირთები აგერ ბეცონ სპორტის პრემიერ ლიგის ფენტეზიში. წინა ვიდეოები ჩემპიონთა ლიგის ფენტეზის ვინც უყურებთ, უკვე კი იცით რომ ამ საიტზე თამაშობ მოგლეთ ფენტეზის და ქართული საიტი როა მომწონდა, ყველაფერი იცით და ასევე აქვთ პრემიერ ლიგაც, რომელზეც აი ვერ ვიტყვი რომ ძალიან გამოცდილი პრემიერ ლიგის ფენტეზის მოთამაშე ვარ და რაღაც ბევრჯერ დავიწყე, მაგრამ აი მაგდენი დრო ვერ ჩავდე რა, იქ ყოველ კვირა რაღაც თამაშია და შეიძლება 3-ზე იყოს 2-ზე რაღაც ცვლილებად ამავიწყდება, ან კაპიტნის მიცემა და მე ის კაცი რაღაც და მე ნერვები მეშლება ხოლმე და ვანებებ რა. მაგრამ ეს ანუ თითო ტურშია, ანუ თითო ტურს თამაშობ, ანუ ყველა ტურის მერე ახალ გუნდს აწყობ რა, ესეა. აქაც double game week-ია, მაგალითად მოვიყვანოთ ჰალანდი, აი ნახეთ წერია თამაშები ხო, ქვევით ერლი, ჰალანდი, ჯერ არსენალი, ბარნლი, ანუ ითვლება ორად და იმიტომ უნდა მოვიყვანოთ, რაც შეიძლება მეტი ხალხი double game week-ი ვისაც უწევს, იმიტომ რომ ეს ხალხი ანუ ორმა ქულას დაწერს, აი იმ თამაშის ქულას და ამ თამაშის ქულას ერთ ქულად გეთვლებათ თქვენ ფენტეზიში. მე მგონი ასე თუ ისე გასაგებად აღვხსენი და წავიდეთ, ნუ ჰალანდი იყოს, დავტოვოთ, აგერ არის გუნდები, ვინც თამაშობენ, მაგრამ ნახოთ ესე იგი, ჯერ მოვითავოთ, მოდი სიტიდან რა. სიტიდან ჰალანდი კი გვინდა, მაგრამ ასევე გვინდა შერკი და ასევე მცველი გვინდა აი სად არის ორაილი შეიძლება არ იყოს მეგობრებო, არა და 4 ღირსთან შეტევაშია და თამცველია, მაგრამ კაია, მაგრამ ალბათ ორაილის მაგრივად გეჰი იქნებოდა ნორმალ ვარიანტი ჩემ თვალში. აი არსენალი რა იყო და სიტიდან ეს სამი კაცი შეიკრა რა. ჯერჯერობით ესე ვფიქრობ. ასევე ინფორმაცია რო შევცვალო პროსტა 4-3-3 იყოს. მეორე ფორვარდს ვფიქრობ, აი ნახეთ, ესე იგი ბორმუთი, ბრაიტონი, ბარნლი და მან იუნაიტედი, ხო? აქ მე მგონი ჟოაუ პედრო, ჩელსი, ასევე ჩელსიში ჟოაუ პედრო სტრაიკერად არ წერია ნახევარმცველად და ანუ გოლი და ის ბევრად მეტი ქულა არა და სტრაიკერია და კაი შანსია რომ მოვიყვანოთ ჟოაუ პედროც, კოლ პალმერიც მინდა ორივე მოვიყვანოთ, ჩელსი მოვითავეთ. ასევე ფიქრობ ლიდსიდან მოყვანას განახებთ ვისას მათი სტრაიკერის მანჩესტერის თამაშიც უყურეთ, აი კიკინაზე რომ მოკაჩა ლიჩამ და რო გააგდეს აი მაგაცის გარდველი ლუვინი, მე მგონი ასე ქვია, მაგრამ ვერ ვიპოვე ლიდსი, ვიპოვე კალვერტ ლუვინ თუ ლევინი რა, მოკლედ ჩვენი ძმა რა. ესე იგი მონაწილე ჯამში აქვს ისტორია, ესე იგი 2023-24 95 ქულა დაწერა ამ სეზონში, წინა სეზონში 25, ახლა რამდენი საწერს არ ვიცი რა, ქულა 96, ახლა ხო, ანუ წერს და წერს მოკლედ რა. ბევრი შანსი ქონდა მანჩესტერთან ასე თუ ნახეთ და აი ვულფსთან შემიაზრეთ უნდა გამოიყენოს სახში. კაი, ლიდსიდან ასევე ერთი მცველი არ მაწყენდა და ნახოთ ლიცის ცველებს გადავალთავებ ხოლმე. აი სტრუიჯიკს ვეძახი, რა ვიცი, 4 და 5 ღირსთან. 82 ქულა აქვს ამ სეზონში დაწერილი, ამ პადუ 4 ღირს 92 აქვს, მაგრამ სტრუიჯიკი იყოს რა, სტრუიჯიკა.
ნუ იყოს კაი. ფული რამდენი 50 დაგვრჩა ფული, კაი. ნუ თლათ ფუფუნება არა გვაქვს. ასევე გადავალო თვალი ბორმუთს ახლა ჯერ ნიუკასლი მერე ლიცი აქვს დიდად მარტივი თამაშები აქვს ხო ბორმუთს ვერ გეტყვით მაგრამ აქ შეგვიძლია მოვიყვანოთ ტრუფერტი და ნახევარმცველს ფიქრობდი ბორმუთიდან ტავერნიეს მე მგონი რა 5 და 5 გისთან 100 ქულა აქვს ამ ზონაში დაწერილი და ნუ არ ვიცი ახლა რამდენად იბწყენს მაგრამ გავრისკოთ რა რატო არა ფორვარდი ასევე ვფიქრობ ეხლა მარტო დაბლ გეიმ ვიქიდანაც თლად არ გინდათ ხალხი. ნუ მე ესე ვფიქრობ, შეიძლება მაქედან მოიყვანო და განაცუდია, მაგრამ ვფიქრობ იგორ ჟეზუსს რა. მეგონი იგორა ქვია ჟეზუსს. ბარნლისთან აქვს თამაში, მოკლედ 5 და 5 ღირს სტრაიკერია ნოტინგემ ფორესტის. იაფიგირს სტრაიკერია და არ ვიცი, აი გოლის კაცი მგონია რა, არ ვიცი. 19 აპრილს აქვს ბარნლისთან თან მაგიტო ვფიქრობ და ერთი Manchester United-დანაც მინდა აგერ არის ბარენ ბრუნო რა. ამ ორ კაცს არა აქვს დაბლი, ანუ ამ ორ კაცს ორი თამაში არ უწევს. დანარჩენი ვინც მოვიყვანეთ ჯერობით უწევს მეგობრებო. ეხლა ასევე ბრაიტონს უწევს ხო? კი, ბრაიტონს უწევს. თამაში ორჯერ და მოვიყვანოთ ვან ჰეკენ. ძალიან ბევრ ქულას, 110 ქულას წერს, ანუ წარმოიდგინეთ შალაჩიან ხული კაი 8 ჯერ წარმატებული დაცვა 80 ეს ალბათ ჯამშია რა და ანუ 110 ქულა აქვს ამ სეზონში მეგობრებო პროდუქტიული კაცია ვანჰეგე ნუ ტოტენჰემთან და ჩელსისთან აქვს მაგრამ ტოტენჰემს ვერ დავარქმევდით კაი გუნდს ხა ანუ ჩელსისთან ალბათ გაუშვებს მაგრამ მე მაწყობს პედრო მყავს და პალმერი ხა რომელიმე გაიტანოს სველის კლინშიტი რო არ იქნება მაგ არ მაწყეინებს ძალიან დაგვრჩა 22.5 ყველაფერი წესრიგშია მაშინ შეიძლება ფულიც კი დამჩეს. დონარუმა მოვიყვანოთ. ბარნლისთან შეინახავს კარს, მაგრამ შეიძლება 4 კაცი არა, ხო, 3 კაცი. 3 კაცი შეიძლება თითო უნდა. აქ ბუსტერები და რაღაც არ არის, როგორც ხედავთ, პრემიერ ლიგაში, იმიტომ ერთი ტურია და ჯერ არ არის. ისინი რა ქვია? ბუსტერები აი როგორც ჩემპიონთა ლიგაზე 3x კაპიტანი და რაღაცა. კაი, გადავხედოთ, ხა ცოტა დავიბენით. ლიცი და შეიძლება მეკარის მოვანა რა. მაგრამ წელი რომ ყავს. მაგრამ ვულფსთან მგონია რომ შეიძლება არც გაუშვას ლიცმა და მოდი მოვიყვანოთ, მეგონი დარლოუ დგას მაგათთან კი. დარლოუ მოვიყვანოთ და აი მეორე მეკარე ჯერ არ ვიცი, მაგრამ გადავხედოთ ხა მოკლედ აგერ დავალაგოთ დალაგება რა ფორმა რა არის. ფორმა. ხო, ნუ ვერბრუგენსკი ვფიქრობ ბრაიტონი, მაგრამ არ ვიცი ბიჭო მე ჩელსისთან აქვს და ტოტენჰემთან რამდენად მშრალი კარის კაცია ხა ეს. ბიჭო, მაგრამ ამეთ ვინ არის რომ მშრალი კარის კაცი იყოს ჯერ ვერბრუგენი და სველი, ой, რამდენი ფული გრჩება ეს დიდად არ מחალისებს, მაგრამ რავი დაგვრჩეს. ხედოთ კიდე ერთი ბორმუთი ბრაიტონი, ბარნლი, ჩელსი, ლიცი, მან სიტი. თითქმის ყველა დავყავს ხა და შეგვიძლია ერთი სენესი, ეხა მაგდენი სველიც არ გვინდა. ტრუფერტი შეიძლება სენესის ჩავანაცვლოთ. ვანდაიკი ხო არ არის გამტანიე. ევერტონში თაურის. აი ეგ არის საკითხავი. აი ეს უკვე ეს რთულია. ვინ შეიძლება მოვიყვანოთ? აბა ავტოსელექცია შეგვიძლია? ვერ ხედავ აქ, მაგრამ წესით შეგვიძლია. ნუ აი ხო მოიცა. მოვიყვანოთ ვინ მსველად, ვინ, აი ბოლო მსველი. გუგურელა მოვიყვანოთ. რამდენად გირს ხა? გუგურელიას მოყვანა მე არ ვიცი. დაბლ გეიმ ვიქიდან მინდა თან ეს კაციც რა. იყოს ბარენ ბოლომდე ეგრე და მოდი აბა ჩელსი რა და გუგურელია მოვიყვანოთ მოდი 8 და 5 მრჩება აბა განვა კაპიტანი ამშობა ჰალანდია პირველ დღეს არ თამაშობს აჰა ესე გამოვიდა ეხა ნახოთ თარიღი ესე იგი ვინც არ თამაშობს პირველ დღეს გავაგდოთ 18-ში თამაშობს ესეც სიტი უნდა დავსვათ მოკლედ გამზე და ეგ არის რა წესით მეკარეები ერთ დღეს თამაშობენ
დარლოუ და ვერბრუგა ერთ დღეს თამაშობენ 18-ში, ანუ მაგრამ მე სხვადასხვა დღეს და იქნება ყავდეს. მაგრამ რაში მაწყობს ერთ დღეს არ მაწყობს ვაფშე. მე გარე სხვა უნდა ვნახო. ერთ დღეს არ მაწყობს მეგობრებო, საერთოდ. მოვიყვანოთ ნოტინგემის მეგარე რა. სელსი მოვიყვანოთ. აჰა, ძმებო და მეგობრებო, ესე დავალაგოთ, ესე იგი Game Week-დან მყავს ყველა სამი კაცის გარდა, ხო? 1 2 3 4. ხო, არა, სამი კაცი მყავს ეგ არის რა. City-დან სამი კაცი, ბორმუთიდან 2 კაცი, Chelsea-დან 3 კაცი გამოვიდა ბოლოს, 1 კაცი Brighton-დან, Leeds-დან 3 კაცი, ნუ აი არ ვიცი, ესე გამოვიდა. აი თან მომწონს თან არა, თუ ყველაფერი კარგად წავიდა, კაია, მაგრამ ისე რა გითხრათ ახლა. ესე გამოვიდა. მე მგონი დავტოვებ ამ 8 დამჩათ ამ ფული, რა ვიცი, მაგრამ დავტოვებ ამ გუნდს. იმედი მაქვს კალვერტ-ლიუინის და ჟეზუსების და იმეების. პირველ დღეს არის 18-ების თამაში, ესე იგი პალმერი, პედრო კუკურელი აგვისმივს კაპიტანი, მიდი იმკითხავეთ ახლა რა. მე მგონი ჟოაო პედრო, ჟოაო პედრო მანჩესტერ იუნაიტედზე თამაში. აი ჯერ ლუმინს ხონდეს და მაგ კაპიტანს გაგაგებინებთ TikTok-ზე რა, ვისმივეცი რაღაცა. დღეს არ არის თამაშები, ერთ დღეშია თამაშები, მაგამდე თუ რამე შეიცვალა აუცილებლად გაგაგებინებთ. არ მინდა რაღაც დიდი ვიდეო გამოვიდეს, უცებ რა ვიცი, თუ მოგეწონებათ გუნდი, ვინმე ისა, შეგიძლიათ აიღოთ, წაიღოთ რაღაცა. იმედია Double Game Week-ი ახსენით ცოტათი რა არის, როგორ არის, თუ გინდათ ამის თამაში, როგორც თქვი, Betson Sports აქვს უფასო ფენტეზის სათამაშო პლატფორმა და მარტო ფენტეზისთვის არ არის ეს, მაგრამ მეგობრებო ამას გეუბნებით, შეგიძლიათ უფასოდ გაწევრიანდეთ, პირველ ადგილოსანი იგებს, მგონი, iPad-ს, ხო? ანუ ამ ტურში პირველზე ვინც გავა? რა ვიცი, გავიდეთ პირველზე და მოვიგოთ რამე პრიზი, თუ ვერ მოვიგებთ, ეგ ეს პრობლემა არა, ვინც მოიგებს იმას გამომარჯოს. ეს არის სპორტის პონტის გუნდი, მეგობრებო. იმედია მოგეწონათ ეს ვიდეო. თუ მოგეწონათ დალაიქეთ, გამოიწერეთ არხი, ზარი, კომენტარი, თუ არ მოგეწონათ დადიზლაიქეთ, არ დამასაბსკრაიბოთ და კომენტარებში დაწერეთ ბანძი ვიდეოა, ფუ რა გუნდია, ფუ სპორტის პონტი და ყველაფერი შეგიძლიათ დაწეროთ. და მოკლედ შევხვდებით უკვე შემდეგ ვიდეოში. Peace.